დღეს ცოტა არასტანდარტული ჩაწერა გვექნება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ადამიანებთან მოვედით. მიზანი თავიდან იყო ის, რომ ჩვენ თვითონ ჩვენი კომიქსები რაც გვინდა და ის გავუკეთებინოთ. სალამი მაყურებლებო, როგორ ხართ? დღეს მინდა წარმოგიდგინოთ უტა, რომელიც არის ანიმატორი, დიზაინერი, ანიმატორი და ილუსტრატორი. პირველ რიგში მინდა გითხო, როგორ გრძნობ თავს? ძალიან კარგად და პოზიტიურად. შენ? მეც ძალიან კარგად. ამ გარემოში პირველად ვართ, ეს არის პარსეკი. სადაც შეგიძლიათ ყველას მოხვიდეთ ხოლმე, წაიგითხოთ ბევრი კომიქსები. ნებისმიერი სახის მანგა და კომიქსები, თან საუკეთესოები, საერთოდ რაც შემოდის ჩვენთან და გარდამავიდა ძალიან საინტერესო ფიგურები ანიმეს პერსონაჟების. შენ როგორც იცი, მე ვსაუბრობ ანიმაციებზე და შევხვდები ბევრ ადამიანს, ვინც ანიმაციების კუთხით რაღაცებს მაინც აკეთებს. მე მაინც და მაინც არ ვიცნობ. პატარა შეხება მქონია, მაგრამ საერთოდ როგორ დაიწყე მოღვაწეობა არ ვიცი, ან როგორ მოხდი ანიმაციებში და მოდი აქედან დავიწყოთ. თავიდან მუშაობდი ლოგოს დიზაინზე და ეს დიზაინერები წიგნისთვის. ეს კავერების შექმნით დავინტერესდი ილუსტრაციით რა და ილუსტრაციებს ვაკეთებდი ხშირად რა და ილუსტრაციების კეთებისას გამახსენდა რომ ანუ რაღაცა თავისთავად მოვიდა რომ ძალიან მეყვარდა Cartoon Network-ი რა და გამორჩეულად სულ ხატავდი ამ პერსონაჟებს რა Cartoon Network-ისას. რაღაცა ჩემი პერსონაჟის მოვიფიქრე, რომელიც დიდი ხნის წინ მოვიფიქრე, მე კიდე შევცვალე, მე რაღაც ცვლილებები კიდე ახლახანაც განიცადა და გადავწყვიტე რომ ეს რაღაცნაირად მოკლემეტრაჟიანი პროექტი ყოფილიყო, რომელიც მინდა ან სერიებად, ან სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმად ვაქციო მომავალში. მგონი ვიცი რა დავუბრუნდ, მაგრამ მაგას ცოტა მოგვიანებით მოვიდეთ. და შენი გამოცდილებები მაინტერესებს, აი პირველი სტეპები როგორ დაიწყე ანიმაციაში. პროგრამა ისწავლე ან როგორ რითი დაიწყე რა? ძალიან ისეთი მიჩვენებოდა რა რაღაცნაირად რთული ციკლად ანიმირება რო ვიყოდი, მაგრამ ისიც ვიფიქრე ფუძლით აი როგორ უნდა ვაანიმირო, იდეაში ესეც არ ვიცოდი და თავიდან ფოტოშოპით დავიწყე რა, იდეა ფოტოშოპში რომ ანიმაცია შეიძლება გააკეთო თურმე და აუ რა საშინელებაა ძალიან რთულია მეთქი ფოტოშოპით ამას როგორ აკეთებენ რა არა და ვიცი რომ რამდენიმე არტისტი მუშაობდა YouTube-ზე ტუტორიალი ვიცოდეთ რა და მაგრამ მე ვერ შევძელი რა და შემდგომ TV Paint-ზე ვცადე და Toon Boom-ზე რა ახლა Toon Boom-ს ისეთი ვიზუალია ანუ არტისტი რომ ახულობს ამ ხატვარი დამაფრთხობელია რა ოდნავ ესე გვილად რომ ვთქვა იმიტომ რომ 90-იანების რაღაცა დიზაინია თავისებური მაგრამ მუშაა ანუ მუშაა როგორც ანიმაციაში, ისე ამოხატვაში რა და ეგა ძალიან კარგი. მოხოს ძალიან მაინტერესებს, ვითომედეს რომ მოხო როგორც უყურებ ძალიან იხვეწება ბოლომდე რომ თქვენასაც საკეთებ, ვიცი და თან კიდევ აი სხვადასხვა ვიდეოებიც ვნახე, სადაც ტექსტურების გამოყენებაა ძალიან მოხერხებული. ეგეთი მოხერხებული მგონი არც არ არის როგორც მოხოში რა და ძალიან მომწონს რა რასაც ხდება და მომავალში მინდა რომ მოხოც დავუყურო. რადგან მოხოში მუშაობ, სპეციფიკა მოხოში და თუნდაც მომუშავე ადამიანებისგან განსხვავდება რა. აი ხა თუნდაც სტუდიები რო აიღო, ვინც თუნდაც მუშაობს, იმას ჭირდება რამოდენიმე ტიპი, რომ იმუშაოს ერთ ანიმაციაზე. გულისხმობ, რომ იქ საჭიროა რომ დაიხატოს, ამოფერადდეს და რაღაც ეკეთები და მოხოს შემთხვევაში ერთი ადამიანი აკეთებს ყველაფერს. ხო, ეგ რო გადავიდე. ხო, ანუ ხატვა არ გიწევს სათითაოდ კადრების და რაღაცების, უბრალოდ ზურგებში ჭრობ და ეგ განსხვავება არის. მაგრამ თან ისიც მოხოს ის ძემატრო frame by frame-ით გააკეთო. თუმცა ის სპეციფიკა ის არის, რომ შეიძლება თუმში მომუშავე სტუდიებს რამოდენიმე ჭირდებოდეთ, რომ ანიმაცია გაკეთდეს. მოხოს შემომუშავეს ერთი საკმარისია ხოლმე, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს რა. რამდენადაც ვიცი, მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფორსტები გივიმითხრა ადრე Cartoon Salon-ი მოხოში მუშაობს, მაგრამ ანიმაციას თვითონ მე რო დივიდენდში დაგეთები. ანუ ხელნახატს რაზეც მე აგებენ. პრინციპში გივეს ეყენებენ რა, იმიტომ რომ მე მგონი ერთი პრობლემა რაც იქნება არის ის რომ ყველა ანიმატორს თავისი ტაიმინგი და სპეისი აქვს და საჭიროა რომ ეს დაემთხოს, ამიტომ სასურველია რომ ერთმა ტიპმა გააკეთოს მაინც. თვითონ უშუალოდ ანიმაცია და მაგრამ უბრალოდ ვიღაცამ გაასწრო მიასწროს რაღაცა იქნას. და Cartoon Salon-ი მოხოს იყენებს, თუმცა კადრებას და ეგეთ რაღაცებსაც იყენებენ. მე როგორც მახსოვს, შენ მუშაობდი ანიმატორში და მაინტერესებს რა პროექტებზე მუშაობდი? ვიდეოში მუშაობდი სხვა ლეველის ოდისეაზე მუშაობდი ამოხატველად და ძალიან საინტერესო იყო, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. იმიტომ რომ აი თუნდუმში თვითონ ამოხატვა აღარ მქონდა ნაცადი და მან დავამოყამე ამოხატვაში რა აი როგორ არის კარგი რა ანუ დარიგვა არ ვიცი მაგრამ ვინც იცის ძალიან კარგად შურს უყურებ და ამიხარია ანუ ზე რომ შეიძლება რა მაგრამ ძველმოდური რაღაცეები დავამოყამე რაც აი ზოგადად მომწონდა რა ანუ მე პირადად ეგ ნაწილი არ ვიცი როგორ ამოხატვა ხდება ამოხატვაში მთავარია რომ აი რაღაცნაირად აი ეს ხაზი რა აი
თუნდაც ტექნიკურად რო გითხრა, ხო, აი მაგალითად ხატვარი როცა ხატავს, ფოტოშოპში როცა ხატავ. ეკრანს ახლო კი არა აშორებ პირიქით. ანუ რომ რაღაცნაირად მონაცემები იყოს თავისუფალი და ენერგიული, აი როგორც აი კონკრეტ ესე რომ ხატავ, მაგდაგვარად და ამ მოხატვისას ეგ გამომადგა ძალიან, იმიტომ რომ თუ დავაშორებდი პერსონაჟს დავუშვათ და აი ხელი დავუშვათ აი ეს ხო კარიკატურულივით ქართუნია. შესაბამისად ხა სახსრებს შეიძლება არ ქონდეს, შეიძლება ვალად ეხატოს ზუსტად, ხო? შორიდან ზუსტად სიმბოლი გამოვდის, ვეკვეთ რა, ამ ფორმებს ძალიან ადვილია დავუშვათ. ანუ მხატვრობასთან ახლოსაა მოხატო, გეხმარება რა, ამიტომ საინტერესოა. კიდევ კაი იყო ის, რომ ფერის ჩასხმაც ესეთი სკილი იყო ფერის ჩასხმას ვერ ვიტანე. მაგრამ ანუ არ ვიცი რაღაცნაირად მგონია რომ თითქოს ფერი არ უნდა ჩაასხა, ანუ მგონია რომ ამ მოხატვის დროს ფერის ჩასხმა თუ საჭირო იყო არ ვიცოდი, მეგონა სხვა ადამიანი ჩაასხავდა ანუ. მოიცა ამ მოხატვა მგონია რომ ფერების შევსება არის. ამ მოხატვაში მთავარია ანიმატორის აი ჩადებული რაღაცა რაც ანიმაციაში ჩადო ის სწორად გადმოსცე და გაიგო, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც შეცდომა იყოს ერთი-ორი. მაგრამ იდეა თუ გაიგე აი რა ჩანაფიქრი ქონდა მაგ შემთხვევაში კოხტა დამოხატავ რა აი უნდა გაიგო, უნდა უყურო ანიმაციას ეს ტაიმინგი ესე რატო დასვა, იქ ესე რატოა, ის ესე რატოა, აქ პროპორცია უნდა ვწდება და უნდა გაასწორო. იქ ამთავარი. მაგრამ გაფერადება ზოგჯერ არ უძაფრხავდა მოხატველებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იყო რა, იმიტომ რომ შედარებით მარტივი პერსონაჟებია და აქაც ეს გამოცდილება მივიღე, რომ აი სწორად გამომეყენებინა ეს გაფერადება, იმიტომ რომ შეიძლება გაფერადებას მოანდომო დაუშვათ 2 დღე, შეიძლება მოანდომო 3 საათი. ანუ გაიშლია რამდენიმე იცი. და მაგისაც ტექსტურული ფუნჯები იყო, რადგანაც დამაინტერესა, იმიტომ რომ ტექსტურული ფუნჯები ძალიან მიყვარს, ვექტორმა ეგ პოზიტიური შემოიტანა მოხატვაში ჩემთვის, რომ ანუ უბრალოდ ხაზი არ არის რა, შენ თუ ფოტოშოპში რაღაც ტექსტურა გიყვარს, იმას გადმოიტან თუმბუმში, ალბათ მოხოს უეჭველი ექნება, იმიტომ რომ ყველანაირი ტექსტურებია მოხოში. ან თუმბუმს უკეთესი ტექსტურებია. მე თვითონ ფოტოშოპში ვაკეთებ ტექსტურებს, რომ აი და ვაიკორდებ on ჩემ პროექტებს. მინდა რომ ის ფუნჯი რომლითაც კომიქსს ვაკეთებ, რა უშენ, მინდა რომ ეგ ტექსტურა კონდეს ანიმაცია. საყვარელი ანიმაცია რომელია? ერთი საყვარელი ავტორი მყავს და მეორე საყვარელი ანიმაცია გამორჩეული. არა, სამს ვიტყვი რა, სამს ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოდის. ერთი გამოდის, რა თქმა უნდა, ჰაიაო მიაძაკის ყველაფერი მიყვარს და გამორჩეულად ტოტორო მიყვარს. ტოტორო მიყვარს გამორჩეულად რა, მაგალითად. და ნაუსიკა, ან ტოტორო ან ნაუსიკა ძალიან მიყვარს ორი. ეხლა სხვათა შორის რომელიღაცაზე მუშაობს. სავარაუდოდ რომელიღაცის გაგრძელებაც იღებს, ხო, იდეალურად. მეორე არის სამურაი ჯეკი, რომელიც რაღაც გაგებით უნაკულა თავის სტილში. კიდევ გამოვარჩევდი ბევრმა ჩვენთან არ იცის, მაგრამ აი ძალიან უყვართ საფრანგეთში ტექს ეივერი, ანუ საერთოდ ცოტა ქართული მოძრაობის мама, ასე ვთქვათ რა, აი გაზვიადების, აი რაღაცა იუმორის, რა სხვაჯერ ტარგოვსკი ხშირად ახსენებს ხოლმე, რომ ტექს ეივერის გავლენაა სამურაი ჯეკი, მე ხმებს რომ საერთოდ არ გაქვს სტილი. ან მოქმედება, ტაიმინგი ძალიან მიყვარს ტექს ეივერის. დროპი თუ იცი ანიმაცია. აი, ბასეთაუნდი როა, ყურებ ჩამოშვებული. გელი როა კიდევ. მასკაში მაგბილის. უნდა გავიხსნა, წესი არ არის, მაგრამ მაგანი არის. ანუ ძალიან საინტერესო ანიმატორია. ეს სამი მიაძაკი, ეივერი და ვერ ვიტყვი რომ თქვა ტარდაკოვსკი, მაგრამ ტარდაკოვსკი სამურაი ჯეკი. რას ნიშნავს ანიმაცია შენთვის? ანიმაცია ნიშნავს რაღაცნაირად ცხოვრების მეტაფორას. აი ესე არ ვაზვიე, ესე მიმაჩნია, იმიტომ რომ თუ არ აგვირდები, აი მოქმედება როგორია, აი სასაცილო რა გააკეთე, მე წიგნი ავიღე, უცნაურად ავიღე, აი რაღაც ესე ხო? ამას ვიმახსოვრებ და მინდა რომ ეს გადმოვცე. ან ვიღაცას რაღაც სასაცილო მანერა აქვს, ან ჩხუბის სცენა, მაგრამ ჯონ უიკიდან ძალიან ეფექტური იყო, აი რით იყო ეფექტური. ამის როტოსკოპირება რო გააკეთო ანიმაციაში, დაკარგავს ეფექტურობას. მაგრამ თუ ის მომენტი დაიჭირე, კიანუ რივზი კონკრეტულად რა ილეთს აკეთებ და ცოტა გააზვიადე, მაშინ დამოგივა კაი რაღაც, აი ეგ მიყვარს. ან მოცეკვავი. მოცეკვავისთან არის ყველაზე ლამაზი დაუშვათ და აი როტოსკოპირებით მაგას ვერ მიიღე. დასაქმების კუთხით მაინტერესებს, ანუ ეხლა ცდილობ სადმე იმუშაო, სადაც ანიმაციებს შექმნი თუ რა ეტაპზე ხარ? ნუ ისე გამოდის რომ ამ ეტაპზე ჩემი ილუსტრატორის სკილები და დიზაინში ცოდნა უფრო მადგება როგორც დასაქმების კუთხით. თბილისის თეატრალური ფესტივალის დიზაინერი ვარ ამ ეტაპზე და ძალიან მომწონს რასაც ვაკეთებ, მაგრამ ანიმაცია მაინც რაღაც უფრო პირადული გამოდის, უფრო მინდა რომ ჩემი პროექტი გავაკეთო რა და აი მე თუ რაიმე გამორჩა დასაქმების კუთხით ძალიან მეგზნები ვიქნები, ძალიან გამიხარდება, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ესეთი ფართო სივრცე რა, არის, მაგრამ ისეთი არ არის როგორცაც ვისურვებდი, იმიტომ რომ ჩემს თაობაში ბევრს აინტერესებს ანიმაცია, ბევრი რაღაც ძალიან მაგარ რაღაცებს ვირთავს ინსტაგრამზე და უშუალოდ თან რაღაცნაირად თითქოს კაი პროექტი რო არის, არ გინდა რომ მთლიანად გაიტანო და სხვაგან გააკეთო, თითქოს ეგეც არ გინდა, გინდა რომ მაინც რაღაცნაირად
რაღაცას იცნობ, რაღაცას რაღაც სკილები აქვს, რაღაცა გადაცემა აქვს, გინდა რომ თითქოს ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა პროექტში და არ გინდა რომ საზღვრად გააკეთო და დაუშვათ, გინდა რომ ქართული იყოს რაღაცებიც არის. ახლა რა პროექტებზე მუშაობ და რისი შექმნა გინდა? ახლა მუშაობ Playgood Horse, ანუ კარგი ცხენი, storyboard-ზე ნელ-ნელა მუშაობ, მაგრამ მაინც სულ უკან დაბაუზებულია ჯერჯერობით კონცეპტებს ვარგენ, კიდე რაღაცებს ვასწორებ თავში, რაც დაუშვათ მაშინ იმდენად არ მომწონს. და ამასობაში გავრჩნდა, ასე ვთქვათ, პრიკველი. ამ ცხენის პრიკველი არის სინათლე ბჭამელი, ესე ქვია კომიქს. ცხენის ისტორია თვითონ რაღაცა რომ დავხატე, რაღაც უცნაური უნივერსი გამოვიდა თითქოს რა და ვიფიქრე რომ ამ უნივერსში სხვა პერსონაჟებიც არ არსებობენ მეთქი, დავფიქრდი რა და ესე გამოვიდა რომ რაღაცა პერსონაჟები გამოიჩნდნენ რა თითქოს რაღაცა იგივე და გადავწყვიტე რომ კომიქსად გამომიცა. მე კომიქსას ხალხი რო გავიცანი, আমি ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ მაფიქრი მქონდა იმ პერსონაჟზე, რომელიც ცხენის ამბავში ჩნდება. ანუ ეს არის ყორანი, რომელიც თავიდან ამის მომასწავლებელი გონია და სინამდვილეში პერსონაჟს აფრთხილებს და პოზიტიური განსხვავება აქვს. ესეთი პერსონაჟია და ამ პერსონაჟზე დავწერა კომიქსი, რომელიც დაიბეჭდა მე კომიქსის ანთოლოგიაში. თუ რა ვიცი, შეგვიძლია ვნახოთ, გრძელი ბნელი ამექვი ამ ანთოლოგიას და ბევრი საინტერესო ხელოვანია ჩემს გარდა. ანიმაციაში, სატესტო ანიმაცია მაქვს ცხენის და ექსკლუზიურად შეგვიძლია რომ ჩვენს მაყურებელს ვანახოთ. გვინდა კი. აუცილებლად კარგი ცხენი ვესტერნია და შესაბამისად ვესტერნის ფილმებში როგორც არის ორივე რეულვარს, ესე იღებს ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან სახალისო. და კიდევ არის უარყოფითი პერსონაჟები, რომლებიც ცეკვავენ რა, ანუ უარყოფითი პერსონაჟებს ქვიათ გუნს, ანუ ქართულად რავი, ქაჯები უხდებოდა და ჯანგოს ძველი ფილმი ჯანგო თუ იცი, წითელი მეღვები რო ვახტიბებს, ფრანკო ნერო თამაშობს. ჯანგო ახალი კი არა, ახალი არის, მაგრამ ძველი არის 50-იანების, ფრანკო ნერო თამაშობს და იქ არიან წითელმეღვიანი ტიპები და ძალიან დასამახსოვრებელი და ცოტა სულელური ვიზუალი ჰქონდა ძველი ფილმია და ამიტომ ეს წითელი მეღვები გამოვიყენე და ანუ ესენი ზეიმობენ რომ ანუ წარმატებულები არიან, თვითონ არიან რაღაცნაირად კაცობრიობას ბოლო მოუღეს, ანუ ეს დისტოპიური ამბავია და ცეკვავენ რა და ცეკვა სასაცილოა იდეაში. მაგიდან წამოვიდა. ხო, მაგიდან წამოვიდა კი. ანუ ეს ვითარდება მე რა წარმოგიდგენე რომ რაღაცა გადაიარა დრომ, რაღაცა გლობალური გათხოვა, იყო უკვე ბუნება თითქმის აღარ არის და ესენი ზეიმობენ, ანუ რაღაც უარყოფითი ტიპები. შენთანაც ეგრე მსგავსი თემა არის, რაღაც ზეიმობენ შენთან? არა, ეს ჩემთან არის. 50-იან წლების წინში უბრალოდ ვესტერნია. ანუ სამყაროს განადგურება ზეიმობენ. ანუ დისტოპიურია, მაგრამ სახალხო უნდა იყოს და ცეკვის პროცესი როგორ უნდა იყოს? რას ცეკვავენ, როგორ ცეკვავენ? ცეკვა არის როგორც ერთადერთი რა. შამანური სტილის არა, შამანური არ არის. მაგალითად ტვისტს ცეკვავენ რაღაცის ნაზავით და ანუ ძალიან სულელურად და სასაცილოდ ჩანს. აი, რატო იცი, თვითონ იდეა ისეთია, რომ ამათი სუსტი წერტილი რაღაც ადამიანური თუ აქვს შერჩენილი, რაღაცა მინდა და ადამიანური ქონოდათ. და ეს არის მუსიკას თუ ჩართავ, მე როგორ ავიწყდებათ, როგორები არიან რა და ანუ ჩემი ცხენი რო დადის და ანუ შეგ უსაფრთხება რაღაცა ბრძოლის სცენაა და უცებ რო გაუჭირდება, ანუ იქ მაგნიტოფონი აქვს, მაგრამ მუსიკას ჩართავს და ესენი რაღაც ცეკვას იწყებენ. ანუ იყენებს ამ თემას. ბუნების სული მისცემს ძალას, ბუნების სულია პერსონაჟი და მისცემს ძალას, რომ დაუშვათ ორფეხზე იაროს, ისროლოს და ის რა ქვია, ფოლადი შლიქები ხონდეს და ანუ ესე იცილებს ტყუებს, როგორც აი ჯონ უიკში, თუ იცის კიანუს აკროებს რაღაც ჩაფენილი ბიჯაკში, ეგეთი ვარიანტია. თულის ანიმირებელი იქნება თითქოს, მაგრამ სახალისო რა ვიცი. ინსპირაციის წყაროები ხოლმე გარდა ფილმებისა და ანიმაციებისა კიდე რა არის შენთვის? ინსპირაციების წყარო ჩემთვის ზოგადად დიდი ინსპირაციის წყარო არის არ არის ჟანრობრივად კავშირში, მაგრამ რა ვიცი, აი ვაჟებშაველა არის წყარო, არანაირ კავშირში არა, მაგრამ რო კითხულობ, რაღაცას წარმოიდგინე. მეორე რაც ასევე პოეტური ედა, ანუ ელდერ ედა არის ისლანდიური პოეზიის ნაკრები. სადაც ძალიან ბევრი საინტერესო არქეტიპი და პერსონაჟი გვხვდება. ნუ ბეჟეროზანებელი თუ გვიყვარს ან ჰარი პოტერი, რეალურად ეს არქეტიპები არის ელდერედადან, აი განდალფი მაგალითად არის ოდინის არქეტიპი, აი ბრძენი კაცი, რომელიც ეხმარება ხელს აგრავს პერსონაჟს, აი პრინციპი ეგეთი. ან რაღაცა ზიგფრიდი მაგალითად ტიპა ესეც არქეტიპია, ანუ ყველას თავი დანიშნულება აქვს და ამიტომ შემაგონებელია რა და საინტერესოა. და კიდე შუმერული მითები, ანუ რაღაც ძალიან ძველი რაღაცებია ინსპირაცია, რომელიც რატოა ინსპირაცია ვერ ხდება. ვარაუდ შეგონების ყოლადას და ან თან აშკარად შენს ნამუშევრებში ამას იყენებ, ხარ როგორც შენს
არქეტიპების დონეზე ვიყენებ, აი ყორანი ხო, ყორანი ოდინია. ხო. მოდი ახლა ზოგი. ეს ყორანი საიდან წამოვიდა როგორ? ყორანი წამოვიდა გარკვეულწილად ბარათაშვილის ლექსიდან ნაწილობრივ, მაგრამ ნაწილობრივ ისე ოდინიდან. ოდინი და ყორანი ხო სიმბოლურად ერთგივია, ანუ ძველი ზღაპარი რაპუნცელის ძველი ვერსია თუ ვიცი, არის ესეთი, რომ კი ვითომ პრინცია და გრძელთმიანი გოგო და ეგ ამბავი არის, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტი არის, როცა ბოროტი, ეს კუდიანი, რატოა ძლიერი, როგორ მოიტაცებს რაპუნცელს. მოჯადოებული ყავს დიდებული, ესე წერენ, დიდი ყორანი, დიდებული ყორანი და რომელსაც ჯადოსნური ძალები აქვს. ანუ ოდინი ყავს მოჯადოებული და ამის მეშვეობით მოიტაცებს. და შემდგომ ეს პერსონაჟი სიმღერის ფონზე რაპუნცელი იმღერებს. გაახსოვს ხოლს და რა არასწორად ვაკეთებდიო დედოფლის, ანუ მონა ვიყავიო და დაეხმარება და გაქცევაში. პრინც და რაპუნცელს და ძველი ამბავი რა, სკანდინავიური ამბავი ესეთია. თვითონ ეს იყო შთაგონება კომიქსის, იმიტომ რომ ახაც ფერია არის, რომელსაც გადაარჩენს ყორანი. ზოგს გონია, რომ ყორანს შეუყვარდა და ამიტომ გადაარჩინა. ზოგმა ესე გაიგო ეს კომიქსი არ არის ეგრე. ყორანი ახაც წელს ოცხლობს სხვა დანიშნულებას. მე კომიქსი რა არის? როგორ წარმოიქმნა მე კომიქსი? მე კომიქსი როდის დაარსდა? მე კომიქსი ზუსტად რო გიხართ, სხვადასხვა ლეგენდები დადის, როგორ დაარსდა მე კომიქსი. მე გეტყვი ამ ჩემს ვერსიას, მე ცოტა გვიან შემოვემატე. თავიდან იდეაში ეს იყო მარიამ ჟღენტის კავანოკოს, ასევე იდეა კავანოკოქია მარიამ ჟღენტს მეორედან და კავანოკოს იდეა, რომ გავერთიანებულიყავით და ერთად გამოგვეცა რაღაც ორიგინალური ანთოლოგია. ანუ აქ როგორც მოხვდები, ბევრი სხვადასხვა მხატვარი არის, ბევრი სხვადასხვა იდეა არის, და ასე გაჩნდა მე კომიქსი და ეს ჩვენი ლოგოა, რომელზეც ერთად ვიმუშავეთ, დიზაინი მე გავაკეთე და ძალიან მომხდარა ეს ტიპი რაღაც რომ გამოვიდა, იმიტომ რომ ბევრი ცნობს ამას რეალურად უკვე და აი იციან რომ მე კომიქსა და კი ვიცი. სახელიც მარიამმა და სოფომ მოიფიქრეს, მარიამ ჟენმა სოფო გამახარია, ერთად მოვიფიქრებიო პარალელურად და რაღაცნაირად ეს სახელი განამოვეწონა. დღეს ცოტა არასტანდარტული ჩაწერა გვექნება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ადამიანებთან მოვედი. როგორც ცოტა მოგითხრა, მე კომიქსი არის ახალი წამოწყება იმ ადამიანებს, რომელსაც ეხლა გაგაცნობთ, გაიცანით მარიამი და ოტა მარიამი. ეს თქვენ გარდა მგონი კიდე სხვაებიც არიან, ვინც სათავეში უდგას ამ პროექტს. ეს წიგნი ამ წიგნში შედის 7 არტისტი, ჩვენ 3 პლუს გიორგი ჭაქვაძე, სოფია გამახარია, ვარლამ ჯმუხაძე და მარია ბობინაშვილი. მარიამი. Yes. თავიდან ცოტა ბევრი ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ ეს შემოგვჭა. როგორც მოწესრიგება ხოლმე. ახალი წევრები ყავს, რომლებიც მეორე წიგნში იღებენ მონაწილეობას. ეხლა ყავს 20-მდე არტისტი. ამასთან შედარებით, რა თქმა უნდა, ბევრი ვართ. რა თქმა უნდა, გვაქვს იმის გათვლა, რომ ყველა ბოლომდე ვერ მიიყვანს სამშევარს. გამოცდილება განახა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც უფრო მეტი რაოდენობით იქნება, ვიდრე ეს, რადგან ეს წიგნი რომ გამოვეცით და რაღაც мотиваცია მისცეთ თქოს ხალხს, რომ თვითონაც გაიკეთებინათ და შემოგვერთდებოდნენ, იმიტომ რომ ესე მოგწერეს და მას შემოგვერთდნენ. მე კომიქსის მიზანი რა არის? თქვენი მიზანი რა არის? რატო შექმნით ეს პროექტი? მიზანი იყო, რომ ანუ კომიქსები ისაც უნდა რომ გააკეთოს, მაგრამ არ არის რაღაც პლატფორმა, სადაც შეუძლია რომ თავისუფლად გააკეთოს შეზღუდვების გარეშე, ისე რომ გამოცემულმა არ უედიტოს, ან არ უთხრას, რომ არა, შენი სცენარი არა, აი ეს გააკეთე, ან რაღაცას გავს ისინი. ანუ მე კომიქსის მიზანი თავიდან იყო ის, რომ ჩვენ თვითონ ჩვენი კომიქსები რაც გვინდა და ის გავუკეთებინო. ძალიან ესე მარტივად. ეხლა ისეთი მიზანი გვაქვს, რომ ცოტა სივრცე პლატფორმასავით შევქმნათ, რომ ვისაც უნდა, ვინც არის თუნდაც დამწყები ან უკვე კარგად გამოცდილი, ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს, რომ შემოგვერთდეს, ანუ ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა მოკლე სხვა ჟანრის კომიქსების წიგნში. წეგნ რო თქვი, რომ ედიტორები სხვადასხვა შენიშვნებს გაძლევენ და ცვლიან რაღაცებს. კომიქსის დაბეჭდის შექმნის მანამდე გქონია გამოცდილებასაც მსგავსი პრობლემა? მე პირდაპირ არა. ჩემი მხრივ არა, ანუ ესე ოფიციალურად კომიქსის განხრით არ მიმუშავია. ჩემი მეგობარი არტისტების გამოცდილება და ასე შემდეგ, ანუ სხვა ადამიანებისგან ვისგანაც გამიგია, პლუს მე თვითონ მქონია სურვილი და მქონდა ის მომენტი, რომ მოდი გამოცემულობას შევთავაზოთ. და იქიდან როგორი პასუხიც მოგვივიდა, იყო იქ შესაბამისი, რომ ანუ ესე უბრალოდ ვერ დაგიბეჭდავთ, ანუ უნდა ვნახოთ როგორი ჩვენთვის როგორი არის, როგორ შეესაბამება ჩვენს მიმართულებას. საერთოდ იქ თავიანთ მარკეტინგული განყოფილება. ძირითადად შემთხვევაში თან საბავშვოებს უფრო უწევიან, იმიტომ რომ და ეს ანუ ეს არის უფრო 10 მეტრის
ბავშვების წევით, იმიტომ რომ ჩვენ არ გაგკეთებია ეგრე რომ მოდი ბავშვების გავაკეთოთ ჩვენ თუნდაც გვინდა ის გავაკეთეთ, ოღონდ გავითვალისწინეთ რომ ძალიან საშიში და ძალიან ესეთი ბრუტალური არ ყოფილიყო. რასაკეთებთ ხოლმე კრებებით გეგმავთ რა დაიწეროთ, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, აქ მოთავსებულია სხვადასხვა შინაარსის კომიქსები და ყველა ინდივიდუალურია და განსხვავებული ერთმანეთისგან. ადამიანები მიწოდიან და ამგვარ ჩვენს გვინდა მონაწილეობის მიღება. რამე კონკრეტული ჟანრის მიხედვით არჩევთ თუ როგორ არის? პირველი წიგნის ჟანრი გქონდა ფანტასტიკა, ცოტა საშიში, ჰორორები, კიდევ ცოტა dark fantasy იყო, ცირცეთ. ყველაზე გრძელი ღამე. მაშინ გამოგვეცა. ეგ არ გამოვიდა, მაგრამ სახელში ვrჩება. დღეს უნდა დაგახსნა. დღეს უნდა გქონოდა რაღაც პრეზენტაცია გქონოდა. ეგრე შევარჩიეთ თვითონ გავწერეთ რაღაც დედლაინები. მაგალითად, ამ დროს უნდა დაამთავროს სცენარი, შემდეგ უნდა გქონდეს storyboard-ი, layout-ი, მე უნდა გქონდეს რაღაც ერთი გვერდი დასრულებული, ანუ რაღაც 25% და ნელ-ნელა ანუ ერთმანეთს უზიარებთ, იმიტომ რომ არის ხოლმე ხანდახან რომ აი არ ხარ დაგწმებული რომ ეს კარგად იკითხება თუ არა, სხვებს რო ეუბნები და სხვები რო ფიდბექს გაძლევენ, მასა ხვდები როგორ ჯობია. ეგეთი პროცესი გამოდის, ანუ თვითონი არტისტი თვითონი თავისით იფიქრებს ამას, თვითონ სცენარს, თუმცა ერთმანეთს ვეხმარებით რაღაც ფოტოედიტები არ არის ისე. ესეთი, ანუ წიგნი ჩემი აწყობილია, მაგრამ ეგრეთი ედიტები არ მქონია, რომ აი ეს შეცვალო, იმიტომ რომ ჩემი რაღაც შემიმაში არ ჩდება ესთეტიკაში, ეგეთი არ მქონია, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ის აზრი, რომ თავისუფლება გქონდეს როგორც არტისტებს, მნიშვნელოვანია. ჩარჩოში არ ექცევა რაღაც სტანდარტს არ მიყვება, თავისუფალ ვარდნაში არის და თავისუფალ წარმოქმნილი ნამუშევრები. ძირითადად ეს ჩარჩოში ექცევა ერთი თემა კი მუშაობს. დაუშვათ რაღაც კონკრეტული თემა მუშაობს და ყველას უნდა რომ ის გააკეთოს, იმიტომ რომ შემოსავალი თუნდაც კარგად მოდის მაგედან, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ როდესაც ესე თავისუფლად არც ფიქრობ იმაზე, უკან რას მიიღებ, რაღაც არ მიიღებ და ეგეთი რაღაცები რო იქნება. ამასთან დაკავშირებით თქვენ ალბათ სპონსორებს ეძებთ, ან ყავთ თუ არის ვინმე დაინტერესდა რომ რა კარგი რაღაცა საკეთებთ და მომდის დაგეხმარებით რაღაც ფინანსურად. ეხლა მეტაპზე კი, ანუ ვცდილობთ რომ სპონსორები ვიპოვოთ. მთლიანად არის პროექტით დაფინანსებული. პირველი წიგნის გამოცემა იყო უბრალოდ ჩვენ შევკრიბეთ ფული და გამოვიცით და ნუ მე ვთქვით რომ აი გაყიდვებიდან დავუბრუნოთ ის რაც დავხარჯეთ. გამოვიდა და ის კი რა დავხარჯეთ, მაგრამ რო გითხრათ რომ მოგება დარჩა რომ არა. ეს ტირაჟი იყო ცოტა 200 წელიანი და ეს გაიყიდა თითქოს. და ვაპირებთ რომ მეორე ტირაჟი დავბეჭდოთ. ნუ ცოტა გვაკლია ფული რომ დავბეჭდოთ. შეგვეძებთ სპონსორებს ვეძებთ, მაგრამ უფრო მხარდაჭერებს ვეძებთ, იმიტომ რომ არ გვინდა რომ სპონსორმა გვითხრას რომ რაღაც ისტორიები შევცვალოთ, ანუ ის თავისი რაღაცა იდეა რაც არის მე კომიქსში, არ მინდა რომ მაგას შეეშალოს ხელი რა და ნუ აი მაგიტომ გამომცემლებთან დიდად არ თვალშია. ლაშქმა გაიმარჯვა და კოგომიდის ნამუშევარზე მუშაობდა, ანუ იყო ქალების თემა, ომში ანუ იყო უკრაინა, საქართველო და სომხეთი, მაგრამ იქაც ეგ ძალიან კაი ვორქშოპი იყო. აი დიდი მადლობა მიშელს, აქედან ადგილობრივი თქვა ძალიან კაი მეგობარი, ბევრი რჩევა მომცა კომისიასთან დაკავშირებით. მანდაც იყო კონკრეტული რაღაცები, რაც უნდა გაითვალისწინებინა. ისი არ არის რომ აი დაუშვათ, აი კი არის გრანდი, მაგრამ იქაც პასრად აკეთე რა უნდა დაგაკეთო რა გეკეთოს. ეგეც არის, ანუ არტისტული თავისუფლება მაინც სასიამოვნოა რა და ფინანსებულობა თითქოს თავიდან იქ სასიამოვნოა, მაგრამ სპონსორი მაინც ჭირდება აუცილებლად. ეს სპონსორს ვისაც უყვარს რა, ანუ რეალურად კომიქსები უყვარს და ერო ნახავს რაღაც მოეწონება და იქოს რომ აი მზადო რომ იყო სპონსორი, იმიტომ რომ აი ეს მომწონს. მაგრამ ანუ თვითონ ჩვენს პრეზენტაციაზე წიგნისაზე უბრალოდ კითხველმა გითხრა რომ აი თუ რაღაც ხო არ აპირებთ რომ რაღაც ფონდი გააკეთოთ ან რაღაცა რომ ჩვენ დაგეხმაროთ ხო და აი მაშინ დავფიქრეთ რომ შეიძლება ანუ არის ინსტიტუტები, უბრალოდ ადამიანები და არა ბიზნესმენები, რომლებიც უნდა რომ გვასუპორტოს. ლუკა ახსენე და გორის კომიქსების რეზიდენციაში მონაწილეობის შემდეგ დაიბადა ეს იდეა. მოიცა გორის რეზიდენციის კომიქსები რა არის? გორის კომიქსების რეზიდენცია იყო პატარა პროექტი, ასევე დაფინანსებული თორცები გორის ინსტიტუტის მიერ. რაღაც თავისი ანუ ლუკა მიბრძოლა რომ თავისუფალი თემა გქონოდა და გავაკეთეთ. პროცესის მერე, სადაც თვითონს რაღაც 4 გვერდი გქონდა და რაღაც შვერაც გვინდა ის გავაკეთებინა, მეთქი აი რატო არ არის მეტი ესეთი ვეძებდი. და მე მივხვდი რომ მოდი ჩვენით რო გავაკეთოთ. ერთმანეთი როგორი პოეტი ცნობდით ერთმანეთს? ილუსტრატორთა კლუბით. ილუსტრატორთა კლუბის წევრები ვართ ყველანი. მე სოფო მომწერა ინსტაგრამში. აი ძირითადად შემთხვევაში ამ ეხლა ვინც არიან არტისტები, ვინც გავიცანი, ყველას ვიცნობ
ან ილუსტრატორთა კლუბიდან, ან ილუსტრატორთა კლუბიდან ვინც გავიცანი იმათგან. შეხვედრები გქონდა ხოლმე შაბათ-კვირას პარკში გავდიდით ხატავდით. ეგრევე თქვით ეს იდეა, ხოთაშოვისთან ერთხელ რაღაცაზე ვწუწუნებდი, ეგრე დაიბადა და მე რა აღმოჩნდა რომ ყველა რაღაც კომიქსები გვაქვს დაწყებული და მოდი რა ესეთ გავაკეთოთ რომ ეს საერთოდ მე სოფია მაშინ მაშიკოც იყო. აი რამდენიმე გოგონა ვიყავით. და კიდე ერთი იყო. აღარ მახსოვს ვინ იყო, მაგრამ რაღაცები მქონდა აქ, აი მაშკო პირველშიც იყო, მაგრამ მე ვეღარ მოასწრო, მაგრამ საფუძვლად ახლა მეორეში არის და მაშკო ძალიან მაინტერესებდა. მაშკო ყავდა და ნუ გენიალური არტისტი არის და ფოტოშოპის ეს მარიამიც არის უნიჭერესი ადამიანი და უშესანიშნავი ნამუშევარი გახდა ამ კომიქსში ნახავთ მის ნახატებს. მაგრამ შენ მე დავამატებ რაღაცას, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ ქონდა კომიქსების დაკვეთა, მაგრამ სულ უცხოებისგან და ყოველთვის ახლა დავკვეთი, როცა მოდის შენთან გამზადებული სცენარი მოაქვს. თან გეუბნებიან დაახლოებით რა სტილში არა როგორ ვდათ და იმის დამოუკიდებლად რომ რაღაც თავისუფლებას მაძლევენ, რა თქმა უნდა, სცენარი ჩემი არაა და თავარი ახლა ავტორი ყოველთვის წერია. და ახლა ამ შემთხვევაში ყველა ჩვენს დავწერეთ. ამ სცენარის შენი დაწერილია, იქაც არის? აქაც არის ყველაფერი ჩვენი გაკეთებული. კი, რა თქმა უნდა. რა მოდელსაცია. შინაარსით შენ კი. ვინმე უნდა რომ დაწყობდეს დაუშვათ სცენარისტთან ერთად მოვიდეს, ეგეც შეიძლება, მაგრამ ძალიან ხშირად არის რომ მხატვარს უნდა რომ თავისი რაღაც გააკეთოს და უწევს რომ კომპრომისებზე წავიდეს და სხვა სცენარები ეკეთოს. ყავდა ერთი წერალი მოვიდა და გავსი შემოხვალაზე რომ სცენარები დავწერე ვინმეს დავწერე. და ვინმე მხატვარი თუ ხარ და სცენარს ვერ წერს, ყავს ერთი ვარიანტი ესეთიც არის, სცენარისტი თუ ხარ და წერ, შეგიძლია აქ მოხვიდე ვინმე მხატვარი, ვისაც სურვილი აქვს, თუნდაც გაიწურთნას, ხელი გაწურთნას, ან შეიძლება დამწყები არტისტი იყოს და უნდა რომ რაღაც პროექტში მონაწილეობა მიიღოს, შეუძლია დაკავშირდეს და თან დაუხატოს ამ თქვენს სცენარისტებს. ერთი მოთხოვნა და ერთ-ერთი მომოძრავებელი ეს ვთქვათ იდეა ამ პროექტის არის რომ გვინდა რომ კომიქსები გქონდეს ქართულად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომიქსია ინგლისურად და ყველა მიკითხულობთ ინგლისურად, უმრავლესობა ყველა არის რა თქმა უნდა. ეს ქართული კომიქსების ნაკლებობა იყო ერთ-ერთი მოტივაციაც და რაღაც გვინდოდა რომ გქონოდა ქართულად კომიქსები. ერთს დავამატებ წერან დამოვწყდა ისა გამოცემთა თანამშრომლობაზე ის იყო რომ კოპირაიტი გვდაგვჩნდა ჩვენთან ჩვენი პერსონაჟების ისტორიის გვინდოდა და ერთ-ერთი ეგ იყო ჩვენი მომწრობელი ძალა რომ თქვენით მოგაგვიქცე რომ ეხლა ვინც მონაწილეობს ანუ ამ წიგნის შეიძლება გამოცემის შეეძლოთ გქონდეს მე კომიქსებს თუმცა თქვენი ისტორია თქვენია და ანუ თქვენი პერსონაჟების თქვენია და არ გამოვიყენებთ ანუ როგორც რა ვიცი იმეჯინ კომიქსს აქვს ისე ანუ უფლებები მაგათი რა პიარ კამპანიას გეკმოთ აი რომ უფრო მეტი ცნობადობა ჰქონდეს ეხლა გეკმოთ რომ მეორე ტირაჟი დაიბეჭდება სხვადასხვა მაღაზიებშიც შევიტანოთ პლუს ონლაინაც გავაკეთოთ. ჯერ ხოლმე ერთ წელიწადში პარსიქშია. ეს სექტემბერში იქნება, სექტემბრის შუარწლებში. ფესტივალზე ვიყავით მაცურის ძალიან კარგი იყო. მან გავუკიდეთ ბევრი ჩვენი პროგრამის დაინტერესა და მგონი მაგ პერიოდად დავიწყეთ TikTok-ზე აქტიურობად. YouTube-ზეც ვცდილობთ რომ გავაქტიურდეთ ასევე. ძალიან უცნობი ჩემთვის ის იყო, რომ აი რამდენიმე ადგილასაც გატანილი მქონდა კომისის გასაღები და ძალიან ხშირად ისეთი უცხოელები ყიდულობდნენ. ვინც ქართულს სწავლობდა. ძალიან ხშირად აი კომისი ქართულს გავივარჯიშებდი. ხა წიგნის წაკითხვა ქართულად ძალიან ხალხია. კომიქსი ბევრად უფრო მარტივია და უფრო ეგრე ვთქვათ უნივერსალურია, უფრო მარტივ ენას იყენებ კომიქსში და ნახატებიც ხმარი რა თქმა უნდა გასაგებად. ამბერო ეგ ჩემთვის სიახლე იყო. ჩემთვისაც სიახლე როგორ გასწორა, ანუ ასწორებს თან ქართულს სწავლობენ. ძალიან კარგი საქმე წამოიწყეთ, ძალიან მომწონს რასაც აკეთებ და აი ძალიან დიდი წარმატებები გისურვებთ, იმედი უფრო ბევრი ნამუშევრებს ნახავთ და ბევრი წიგნებს გამოსცემთ. მეორე წიგნი ფიქრობ რომ გამოვადეკებთ ბოლოს დაახლოებით. მეორე ანთოლოგია. ჩვენი მიზანი არის რომ წელიწადში ორ დროს შევძლოთ გამოცემა, თუმცა სამომავლოდ უფრო ხშირადაც გვინდა. ნუ იდეაში დაფინანსებად ვიქნება დარწმუნებული რომ უფრო ხშირადაც და თან უფრო მეტი ადამიანიც წამოყვება და ბოლომდე მიყანენ საკუთარ мотиваციაც ექნება, იმიტომ რომ ძალიან რთულია სულ мотивაციით აკეთო რაღაცები და არანაირი უკანი ეს არაფერს არ იღებდა რა. ხო რაღაცას მაინც უნდა იღებდა, იმიტომ რომ შრომას და შენს ენერგიას და ერთია რომ ისწორდება და
სულ დაგული თაქარდა იქნა, მაგრამ ძალიან რთული ამის შემოჩნდება დიდ დისტანციაზე რა. იმედი მაქვს სპონსორი გამოჩნდება თქვენთვის აუცილებლად თქვენს გოჩი დაგიგებათ და დაგეხმარებათ ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანაში. დიდი მადლობა. დღევანდელი ეპიზოდი სულ ეს იყო და ნახვამდის.